100 წლის განმავლობაში არქეოლოგებმა ნასკას უდაბნოში 430 ნახატი იპოვეს. AI-მ ახლახან კიდევ 303 იპოვა. ნასკას ხაზები გიგანტური ფიგურებია, რომლებიც ეროს უდაბნოში 2000 წლის წინ ამოკაწეს. მაიმუნი, ობობა, კოლიბრი, თითეული მათგანი საფეხბურთო მოედნის ხელაა. ხალხი მათ მთელი საუკუნეა სწავლობს. მაგრამ აი რა არის ის, რასაც მიწიდან ვერავინ ხედავდა. Yamagata's უნივერსიტეტის გუნდმა IBM-თან ერთად AI უკვე ცნობილ 430 ფიგურაზე გაწვრთნა. შემდეგ მათ ის მთელ პლატოს აეროფოტოებს მიუშვირეს. AI ცნობილ ფორმებს არ ეძებდა. ის ეძებდა მკრთალ გამოსახულებებს, პატარა რელიეფებს, დაახლოებით 20 მეტრის სიგანის. ისეთებს, რომლებსაც ადამიანი გვერდით ჩაუვლის და ქვევით არც კი დაიხედა. 6 თვეში მან 303 ახალი ფიგურა მონიშნა. ამ ტიპის ნახატების კატალოგი თითქმის გაორმაგდა. ახალი ნახატები კი ძალიან უცნაურია. ერთზე გამოსახულია მკვლელი ვეშაპი, რომელსაც დანაუჭირავს. მეორეზე ადამიანის თავია, რომელსაც თვალების ნაცვლად პირები აქვს. არის ერთი ფიგურაც, რომელსაც მკვლევრები უბრალოდ უცხო პლანეტას ეძახიან. უცფერად გეტყვი. ერთხელ თუ ნახავ, მას ვეღარასოდეს დაივიწყე. მასატო საკაი, რომელიც გულს ხელმძღვანელობდა, ფიქრობს, რომ ეს პატარა ნახატები ფეხით მოსიარულეებისთვის სავალ გზებს აღნიშნავენ. ისინი ახლოდან დასანახად შეიქმნა. 2000 წლის განმავლობაში ადამიანები ამ ნახატებზე დადიოდნენ და მათ ვერასოდეს ხედავდნენ. მანქანას ამისთვის 6 თვე დასჭირდა.